წარმოგიდგენთ მაღალი გამოვლობის ლუქს კლასის ავტომობილს Lexus GX 470-ს. Lexus GX-ის პირველი თაობის დებიუტი 2002 წელს შედგა და 2009-მდე გრძელდებოდა, ხოლო მეორე თაობა 2009-ში გამოვიდა. როდესაც მე მოძრაობ ტრასაზე, ასე მგონია, რომ რაღაცა ბიზნეს კლასის სედანით მოძრაობ. იმიტომ რომ ავტომობილი არის სრულიად ჩუმი, სიჩქარის გადართვას საერთოდ ვერ გრძნობ. არ მეგონა თუ ავტომობილი 4x4-ზე თანაც ესეთი მაღალი დაშვებით თუ ესეთი რბილი და ჩუმი იქნებოდა. პირველად GX-ი დეტროიტის ავტოშოუზე წარადგინეს. Lexus-ის სპეციალისტებმა კი განაცხადეს, რომ ავტომობილი იქნებოდა ყველგანმავალი, ამავდროულად ძალიან კომფორტული და საკმაოდ რბილი დაკიდებით. რა შეიძლება ვთქვათ ინტერიერზე? ავტომობილი, რა თქმა უნდა, არის ყავის სალონი, თანარჩენი ყველაფერი არის პლასტიკი. და სამაგიეროდ საჭეს ტყავი ხით არის გაწყობილი, ესეც ლუქს კლასის დამახასიათებელი თვისება. ხელის დასადები არ აქვს შუაში, სამაგიეროდ აქვს სავარძლებზე, რომელიც სხვადასხვა პოზიციაში რეგულირდება, შეგიძლიათ ნებისმიერ სიმაღლეზე, თქვენ როგორც გაწყობთ ისე მოირგოთ. ცხოვლის სავარძელზე რა შეგვიძლია ვთქვათ? პირველ რიგში საჭე უბრუნდება თქვენს მიერ წინასწარ დაყენებულ პოზიციას. აი აქ აქვს, მე მგონი ხედავთ, მეხსიერების ღილაკები და მოდი მოусმინოთ ძრავს. 4.7 ლიტრი. ცოტა ხნით გამორთავ. აქვს ავტომატური სიჩქარის კოლოფი, აგრეთვე აქვს ხიდების ბლოკირება, არის L და H. ავტომობილი აიწყო სრულიად ახალ პლატფორმაზე, ხოლო 4x4-ზე სისტემა და ავტომატურად რეგულირებადი დაკიდება მას Toyota Land Cruiser-ისგან ერგო მემკვიდრეობით. Lexus თუ შევადარებთ იგივე თაობის Prado-ს, Lexus-ი ბევრად წინ არის, თუნდაც ხარისხით, სალონის დეტალების დამზადებით. სავალი ნაწილი თქვენ იცით, რომ იგივეა, ბაზა არის Toyota, ძრავიც იგივე. უზოობაში მძღოლს ღილაკზე თითის დაჭერით შეუძლია აკონტროლოს ავტომობილის სიმაღლე, ხოლო ტრასაზე ავტომობილი თავისით უბრუნდება საწყის პოზიციას. მას აქვს V-ტიპის 8 ცილინდრიანი 4700 კუბურ სანტიმეტრიანი ძრავი, მას აქვს 32 კლაპანი და კოლოფი, რომელიც არის 5 სიჩქარიანი ავტომატური, რომელსაც აქვს 10 თაოდ შეგიძლიათ გადართოთ მე-4-ში, მე-3-ში, მე-2 და აქვს L. მოდი ჩავხედოთ საბარგულს. პირველ რიგში გავაღოთ. ერთადერთი რაც მე არ მომწონს, აი ესე რო იღება კარები. აქ რა შეიძლება? მხოლოდ პატარა ჩანთას თუ დადებთ სპორტულს, მაგრამ როდესაც გადავწევთ სავარძლებს და ავკეცავთ, აი ესე მაგალითად მოკლედ იმ ხელას სივრცე მივიღეთ, აქ შეგიძლიათ წამოწვეთ კიდევაც.
ამის კონკურენტი, დავიწყებ იქიდან, რომ BMW-ს არ ყავს და ამის კონკურენტებად ითვლებიან ისეთი ავტომობილები, როგორიც არიან Nissan Patrol, Mercedes G-Class, Gelenwagen და Land Rover Defender. თუ ავიღებთ Land Rovers, Defenders და მით უმეტეს მექანიკური სიჩქარის კოლოფით, რომელსაც აქვს 2.4 ლიტრი თან დიზელი, ის ორივე ავტომობილს, Mercedes-საც და Lexus-საც პირველობას არ დაუთმობს. თუ ავიღებთ მაგალითად G-Class, G-Class-ი არის პირველი იმ შემთხვევაში, იგივე კონფიგურაციის კოლოფი, იგივე კონფიგურაციის გადამრთველები, მაგ შემთხვევაში G-Class-ი არ დაუთმობს უკვე პირველობას, არც ერთს, ხოლო რაში აქვს უპირატესობა LX 470-ს. კომფორტი, დავიწყოთ მაქედან. ავტომობილის სიჩუმე, რბილად სიარული და აეროდინამიკა. ჯიპით არ უნდა გათამამდე ქალაქში. აჩქარება მასთან კაი აქვს, მანევრიც მით უმეტეს. საჭე კარგად გემორჩილება. ავტომობილში არის 4.7 ლიტრიანი V-ტიპის 8 ცილინდრიანი ძრავი, რის წყალობითაც ის არის ერთ-ერთი ყველაზე სწრაფი და დინამიური ავტომობილი თავის კლასში. მოდი ვნახოთ, რამდენად მარტივია მესამე რიგში დაждობა. ჯერ უნდა გადმოვწიოთ გვერდით სკამი. ახლა უკეთესი ადგილი მივიღეთ. ავჯექით, აბა თუ გადმოვწევთ უკან რიგს, ახლა რამდენად დაეტევა აქ დასრული ადამიანი, ცოტა აქ ფეხების ადგილი აღარ არის. არც ისე კარგია, მაგრამ აი გადასვლა რამდენად მარტივია, ხელის ცოტა რთულია ავტომობილიდან გადასვლა. ხელის მოსაკიდე ალბათ ამას უნდა მოკლედ წვალება მოგიწევთ, მაგრამ სულ არაობას ჯობია. წინა აქვს 3 კომპონენტიანი დინამიკი, აქვს უკანა სავარძლებშიც, რა თქმა უნდა, კარში 3-ვე კომპონენტი, ეს უკვე უფუნება. ხარისხზე აქ ლაპარაკი ზედმეტია, იდეალური ხე, იდეალური ტყავი და უამრავი სათავსო, რაც მე ძალიან მომეწონა. აღარ ვამბობ ხელთათმანების ყუთზე. ეს ავტომობილი არის off-road-ის მეფე, უამრავი ღილაკი, ხიდების ბლოკირება, მეორე სიჩქარით დაძვრა. აგრეთვე აქ აქვს off-road-ისთვის ღილაკი, რომელიც გულისხმობს იმას, რომ არ გაიხსნას ფარდა ბალიშები. მოკლედ ახლა ჩვენ მოვემზადოთ და ცოტათი ვიმაიმონოთ.
რაც შეეხება ავტომობილის ტექნიკურ მახასიათებელს. მაქსიმალური სიჩქარე 180 კმ/სთ. 0-დან 100 კმ-მდე ავითარებს 8.5 წამში. ავტომობილს აქვს 238 ცხენის ძალა. ძრავის მოცულობა 4664 კუბური სანტიმეტრი. ცილინდრის რაოდენობა 8. დაწვავის ავზის მოცულობა 87 ლიტრი. დაწვავის მოხმარება ქალაქში 15.7 ლიტრი, ტრასაზე 13.7 ლიტრი. მოკლედ Lexus-მა როგორც ხედავთ, კარგად გაართვა უგზოობას თავი. ჩვენ ამოვედით ქალაქის ერთ-ერთ ყველაზე მაღალ წერტილში. არც კი ვიცი ეს თბილისს ეკუთვნის თუ არა, მაგრამ მე ნამდვილად ვისიამოვნე. მოკლედ მე და Lexus GX 470 დროებით გემშვიდობებით.